de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. Hey, გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 201 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. მესამე ასეულში გადავედით. წლების მერე, როცა მომავლის ისტორიკოსები ამ ეპოქის შესწავლას დაიწყებენ, აუცილებლად გახსნიან ამ გადაცემების არქივსაც. ჩემი აზრით, ისტორიის ფაკულტეტის 3 ჯიგარი სტუდენტი ჩაუჯდება ამ გადაცემას და საფუძვლიანად შეისწავლის. წესით 3-ად უნდა გაიყონ. 1-დან 100-მდე ერთი სტუდენტი შეისწავლის. 100-დან 200-მდე მეორე და 200-დან ზევით უკვე მესამე და აი მესამეს მივმართავ. 201 გადაცემის ყურებას რო დაიწყებს. გამარჯობა შვილო. აბა შენიცი წარმატებები. მიმდინარე კვირამ რამდენიმე რამით დაგვამახსოვრა თავი. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ქოცების წყმუტუნი იყო. ზოგადად წყმუტუნი მაღალი სიხშირის ჟღერადობის თანხმოვნებისგან წარმოიქმნება, ამიტომ ყურს უფრო ამახსოვრდე. კონგრესის მიერ მეგობარი აქტის მიღების შემდეგ კანონპროექტი სენატში დარეგისტრირდა და რეალურიც გახდა მისი მიღება. ამიტომ ქოცები სასწრაფო წესით აკოც-კოცდნენ. ირაკლი კობახიძემ ღია წერილი გამოაქვეყნა. ამერიკას მიმართა ქართულად. For English crawl down. ტრამპსაც რა ეკნა? იძულებული გახდა რომ დრო დაეკარგა. დარწმუნებულია ტრამპმა აიღო ტექსტი ჯერ Google Translate-ით გადათარგმნა. მერე ამ თარგმანს არენდო ქართული ენის სპეციალისტი მიიწვია. საქართველოს საელჩოდან. რაც შეეხება უშუალო წერილს, დიდია, მაგრამ სასაცილო. და ამიტომ კარგად იკითხება. აბზაცი პირველი, პირობითი სათაურით გკიდი ვართ. რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოხატავდი საქართველოს მზაობას სუფთაფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განგვიახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა პასუხი ჩვენ წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღი. მეტიც დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის. თუ არ ჩავთვლით თქვენს ხელის აწევას ყაველაშვილისგან ოდნავ მოშორებით. აი ესეთი შესავალი გაუკეთა წერილს ირაკლიმ. ნუ მართალია ერთი წინადადება მე მივამატე. მაგრამ ტექსტი ითხოვდა. ეთყობა ირაკლის არ გაახსენდა. ასეთი პატარა გამარჯვებებისგან შედგება ბედნიერება ირაკლი. ყველა დეტალი მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, ბარემ აქვე ვარ და გეტყვით, რომ ყაველაშვილი ახალი პაპის ინაუგურაციასაც დაესწრება ვატიკანში. იქაც 1-2 პატარა ხელის აწევა, რავი, ლეგიტიმაციასთან ერთად შეიძლება მაპიც ჩამოიტანოს. დაუბრუნდეთ წერილს. აბზაცი მეორე. ყვედრება. პირველ რიგში უკვე მრავალი წელია საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში. რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში. ისე წამოაყვედრა ირაკლიმ, თვითონ რამე წვლილი კონდეს შეტანილი. საქართველოს და ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაში და არაფერ შუაში არ იყოს მის გაუქმებასთან. რაც შეეხება ავღანეთში და ერაყში ქართულ მისიებს. ერთ ნიუსს აგიკითხავთ მთელი მაგ ამბების გასააზრებლად. თავდაცვის ძალების თანამშრომელი ავღანეთის მისიაში გასაგზავნად მოქალაქისგან ქრთამის აღებისთვის დააკავეს. გაიაზრეთ? ჯარისკაცებისგან ქრთამს იღებდა კაცი, რომ ავღანეთში ომში გაეშვა. ჩვენმა პატარა ქვეყანამ
პოეტურად აგრძელებდა ირაკლი. ამერიკის შეერთებულ შტატებს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა. რაც ამერიკის შეერთებულ შტატების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება. რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში. მას შემდეგ რაც სააკაშვილმა Deep State-ის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო. რეალურ დახმარებაში ასევე არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის და NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად იხარჯებოდა. წერდა ჩამოთვლილი ფონდებიდან მრავალ გზის აიპურ ნაჭამი ირაკლი. მრავალ გზის კაიპურ ნაჭამი. მესამე აბზაცი პირობითი სახელწოდებით ტყუნის საერთაშორისო რეიტინგების თანახმად საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. თავს იწონებდა კობახიძე. აბზაცი მეოთხე. შეტენვა მაქსიმალური. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით Deep State-ის, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე. რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. წუწუნებდა მონა. 20 იანვრამდე უნდა გავძლოთ და დალაგდებაო, გითხრა კობახიძემ და სადღაც 15 მაისს ამოასხა, ვეღარ გაძლო. თან ეს წვიმების მიეწყო, წვიმებში უფრო რთულია. შემდეგ აბზაცში ბოლო-ბოლო გადავიდა მთავარ საწუწუნო თემაზე კობახიძე. რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად მეგობარ აქტზე საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას მეგობარ აქტზე არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაურცელებია. იმაზე კი არ ნერვიულობთ, რომ მეგობარ აქტს მიიღებენო. ჩვენ შენზე ნერვიულობთ, რომ შენს ადმინისტრაციას მიეწერებაო. და ბოლოსკენ, რა თქმა უნდა, Deep State-ი. ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ Deep State-თან თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის Deep State-ის დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში. მიაწერა ირაკლიმ და ფურცელი გაუწოდა ტრამპს. ცუდი დრო შეარჩია ირაკლიმ. ახლა ტრამპს აღმოსავლეთში აქვს ვიზიტები და შეიძლება ირაკლის წერილისთვის ვერ მოიცალოს. მაგრამ პირიქითაც შეიძლება ითქვას, რომ კარგი დრო შეარჩია ირაკლიმ. იმიტომ რომ ახლა ტრამპს აღმოსავლეთში აქვს ვიზიტები და შეიძლება ირაკლის წერილისთვის ვერ მოიცალოს. სამაგიეროდ სულ სალია კონგრესმენ ჯო ვილსონს. ჯომ გადაკეცარა ჯიბეში ფორმულას $1000 დაწერა
ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ ყოველდღიურად ანტიამერიკული პროპაგანდა გაავრცელა. პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო. ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა. ოპოზიცია აკრძალა უდანაშაულო ხალხის ცემა და დააპატიმრა. პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენება თავხედობა და უხამსობაა. ჯო ვილსონი ხნიერი დიპლომატი კაცია და წარმოიდგინეთ სიტყვა უხამსობა გამოიყენა. ეს ალბათ მისი სიტყვაობის ლექსიკონში საშუალოზე მაღალი ლეველისა. არა საჯარო მოხელეებში, სადღაც კარგის ტრაკის გინების ექვივალენტი იქნება. ვისაც გჯერათ, რომ ფორმულამ ამ განცხადებაში $1000 გადაიხადა და სიტყვები თავხედობა და უხამსობა შეუკვეთა, ფეხით იარეთ. გაზაფხულია, ასწორებს ეირნო. არაღიარებულ პრემიერ კობახიძეს აყვა არაღიარებული პარლამენტი და მეგობარი აქტის პასუხის მომზადება დაიწყეს. ჩვენ მოვამზადეთ საპარლამენტო განცხადება, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს პასუხობს. ამ დოკუმენტში არაფერი ამოვიკითხეთ, რაც მეგობრობას შეესაბამება. ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ რეალური სურათი და უპასუხოთ არგუმენტირებულად იმ მოსაზრებებს, რომლებიც ამ აქტშია მოცემული. აღნიშნა დინარაძემ. უпростоად წილოსანმა. მართლა კი არა. ზარქუამ. დაი, პაპუაშვილმა თქვა, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იტყვა და რა სიტყვა. თუმცა უშუალოდ წერილმა ყველაზე დიდი აღფრთოვანება ლადო კახაძეში გამოიწვია. ჯერ ერთი რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას ისტორიულად. აღფრთოვანებას ვერ ბალავდა ლადო. იმედია ლადოს რამე კაი წიგნი არ აქვს წაკითხული, თორე შეიძლება ემოციებს ვერ გაუმკლავდეს. ასეა თუ ისე მეგობარი აქტი სენატშია. მისი დამტკიცება და ტრამპის ხელმოწერა აკლია. ტრამპის ხელმოწერა არ ამგონია ისეთი წერილი მივწერეთ, მაგრამ სენატის დამტკიცებაც საქმეა. ამასობაში კი რეგიონში დემოკრატიით ლიდერი ქვეყნის არაღიარებულმა პარლამენტმა ახალი კანონი დაამტკიცა. ოცნების პარლამენტმა პარტიების ამგზავრაო საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა. ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის დამატებითი საფუძველი ენიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეიძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია. რაღაც ეს პარტია იმ პარტიას გავს, არა? გონი გავს კი. დავაი ეგეც გავაუქმოთ მაგის დედასვათი. აი ესე იქნება ეგ ამბავი. ისე ჯერ ეს კანონი მიიღეს და მერე მიწერა კობახიძემ წერილი, რომ ლიდერები ვართო დემოკრატიაში. ჩემი აზრით პირიქით ჯობდა, მაგრამ რავი. მონატრებული რუბრიკის დრო დადგა. ხო მართლა იმ ამბავზე რა ხდება? ჩემი აზრით ეს რუბრიკა არის უმანქნისი ქოცების საყვარელი რუბრიკა. უყურებენ, ახსენდებათ, იცინიან რა მაგარ რაღაცებს ვახ. რა მაგარ რაღაცებს პირდებოდით ხალხს, ირაკლი კობახიძეს გაპრემიერების მერე საოკუპაციო ხასთარო უწევდა ჩასვლა. მაგ ამბავზე რა ხდება? მოუწია, ჩავიდა, ხო არ ცოცავს აქეთ. იქით შეგახსენებთ, რომ ირაკლი პარტიის თავმჯდომარე იყო და პრემიერი რომ გახდა, მაშინ თქვა, ახლა მომიწევს ჩასვლაო. ხო და რა ხდება, ანუ, ახლა პრემიერიცა პარტიის თავმჯდომარეს და ორჯერ უწევს, როგორც პრემიერი ეგრე ჩავა თუ როგორც პარტიის თავმჯდომარე. ამას სულ კითხულობ და ახლაც ვიკითხავ. მამუკა ბახტაძეზე რა ხდება? მე თუ არ მოვიკითხე, კაცის შვილს რო არ გახსო. როგორა? კარგად, ცუდად, მაინც ფიქრობს, რომ ხონი საქართველოს საუკეთესო ქალაქი უნდა გახდეს. რავი, მეორე მესამე ადგილოსანი. ჯარში რო ცეკვა სიმღერის წრეები უნდა გახსნილიყო, მაგ ამბავზე რა ხდება? ქორეოგრაფი ნახეთ.
ვინმე ჯარისკაცი ხო არ იყო ყოფილი მოცეკვავე. მედოლე ყავთ უბაგუნებს ჩოხების შეკერეთ აზიურები გასტროლები იქნება. რუსთაველის რეაბილიტაციაზე რა ხდება? 2023 წელი რუსთაველის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება. 2024 წელი რუსთაველის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება. 2025 წელი რუსთაველის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება. სამივე კალაძის განცხადება. ხო და რა ხდება? ბიჭო, როდის დამთავრდება თქო, ხო არ გიტრაკეთ, როდის დაიწყება? დაწყებას რა უნდა აიღე ჩაქუჩი, სადმე შუაზე დაწყე და მორჩა დაიწყო. მერე უკვე როდის დამთავრდება, აი ეგ გახდება სალაპარაკო. 6 მილიარდის ინვესტიციაზე რა ხდება? კობახიძემ რო ჩამოიტანა აღმოსავლეთიდან, ჩაიდო 6-ვე 5 1 $100, რავი, ამხელა ინვესტიცია დოლარის ინფლაციას ხო არ გამოიწვევს და ის მიჯნა არსებობს, რომლის ქვემოთაც აღარ უნდა გაუფასურდეს დოლარი. დინარე იორდანეზე რა ხდება? ღარიბაშვილმა რო იყიდა, აქ ავაშენებთო სასწაულსო რო თქვა. გამოდის სასწაული. ის მაკეტი ისევ გაქვთ, რაც უნდა აგეშენებინათ და იორდანიაში რას ამბობენ თვითონ? უკან ვიყიდითო 5 მილიონადო ტენდერი გამოაცხადეთ, მოიგეთ. კულტურის სამინისტრომ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად კონკურსი რო გამოაცხადა, მაგამ ბავზე რა ხდება? გადაიღეთ. გამოდის დავითზე, კაი სცენარია, კოსტუმები, გრიმი, მონტაჟი, კასტინგი, კათერინგი. იმის თქმა მინდა რომ საკაიფოდ ვერ ყვევი რა მაქსპეროში, თუ რავი შემეხმიანეთ. მილიონ ხეზე რა ხდება? დარგეთ, გაიხარა, გაიფურჩქნდა, დაკოკრდა. მაშინ როს დაგკვირდით მაგას, დღეში 684 ხე უნდა დაგერგოთ რომ შეგესრულებინათ. და ეხლა დღეში 228 რო დაგერგოთ, შეასრულებდით. ამ გადასახედით. ამ რუბრიკაშიც არ მოხდებოდით. ურეკის სოლარიუმებზე რა ხდება? ყველას რო უნდა ქონოდა ურეკში სოლარიუმი. აი მაგამ ბავზე რა ხდება? რა დათვალით იცით? ურეკის მოსახლეობა არის 1166 კაცი. მეორადი სოლარიუმის აპარატები თითოეული მათგანისთვის რო გეყიდათ 3 მილიონიც არ დაგიждდებოდა. იცით რა ფულით იყიდით 1166 კაცისთვის სოლარიუმს? დავით საგანელიძის ხელფასით მაგალითად. მართლა? რავი, რას დავით საგანელიძემ ქოცების პერიოდში ხელფასი აიღო, იმ ფულით იყიდით 1166 მეორად სოლარიუმს. აბსოლუტურად ყველა ურეკელს ექნებოდა თავისი სოლარიუმი. რა კაცზე თითო სოლარიუმი, ერთი კაცის ხელფასით. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დავით საგანელიძეს წლიური ხელფასი 237,000-დან შეუმცირდა 212,000. კიმბერლი ლოუზე რა ხდება? გვიშველა რამე? ჩამოყავს პუტინი და ტრამპი თბილისში. სტამბულში. გეხმიანებათ ხოლმე? დაბადების დღე როდის აქვს? საჩუქარი შერჩეული გაქვთ? ეს იყო რუბრიკა ხო მართლა იმ ამბავზე რა ხდება? დიდი ხანია ქოცები გვეღადავებია. ხან წინა საარჩევნოდ, ხან სხვა პერიოდშიც. ფულის კეთება ნებისმიერი გზით. ესაა ქოცების დევიზი. იცით რაში გააკეთეს ფული? საკურას ხეებში. იცით რა ქნა ჩხოროწყუში დეკორატიულმა საკურამ, რომელშიც 750 ლარი გადავიხადეთ ერთ ძირში? გახმა? არა. გაქრა? არა, ვერასოდეს გამოიცნობ. ტყემალი მოიზღა.
აი ეგრე რა. ტყემალი 10 ლარიღის ერთი ძირი, საკურა 750 ლარი. ვიყიდეთ ტყემალი საკურას ფასად. ამასაც ეხლა რა იქნა? რა ხეც იყო ის მოისხა. ნაყოფი ვერ გათვალეს კოცებმა. ყვავილი ეხლა მოწითალო მოვარდისფრო თითქოს კაცი შვილი ვერ უნდა მიხვდარიყო, მაგრამ ნაყოფზე რა გინდა რო გასინჯავ ტყემალია. ამ ამბავმა გვიბიძგა მოგვეფიქრებინა ჩვენი მოგონილი კორუფციები. ყველა დამთხევა აღარ იქნება შემთხვევით, იმიტომ რომ დიდი შანსია გავარტყათ ყველა. ეგ უკვე კანონზომიერება იქნება. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი ვიქტორ ორბანის სიზის კომპანიამ მოიგო. ყინწვისის მონასტერში კოლ-ცენტრი აღმოაჩინეს. გელათის ადგილას კარფური აშენდება. ბათუმის ხელოვნური კუნძულის ნაცვლად ნახევარკუნძული აშენდება. ზუგდიდის სტადიონი ტყემალი აღმოჩნდა. რიყის დოქებს წამოაყენებენ და კორპუსებად გაყიდიან. 2026 წლიდან ქთამის აღება ადმინისტრაციული წესით დაიჯება. 100,000 ლარამდე 500 ლარიანი ჯარიმა, უფრო მეტი 700 ლარიანი ჯარიმა. მოსამართლეებს, რომლებსაც წყნეთში 3-ზე მეტ სართულიანი სახლი არ აქვთ, სამსახურიდან გააგდებენ. კორუფციის დღე უქმედ გამოცხადდება. ანტიკორუფციულ ბიუროს მამა შალვა უხელმძღვანელებს. საახალწლო კონცერტები 1 მარტამდე გაგრძელდება. მშენებლობის ნებართვის მიღება მშენებლობის დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებელი. ეს იყო ჩვენი მოგონილი კორუფციები. ახლა გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. კოკა-კოლა მოусვათ. თვა ჩაანალიზება არ არის, მაგრამ კოკა-კოლა გვაქვს მოსასმელი. ახლა ვილაპარაკოთ თურქეთის მოლაპარაკებებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამუღამა როგორ უნდა მიუდგეს ტრამპს. ადრე როცა ტრამპი სიგიჟეს იტყოდა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, ზელენსკი ეკამათებოდა, ეგეთი პირობით ვერ დასრულდება ომი. მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ეგეთებს ეუბნებოდა და ამაზე ამერიკელი კოცები იძახდნენ, რომ აი ზელენსკის მშვიდობა არ უნდა. ხო და ახლა ზელენსკიმ მიდგომა შეცვალა. იცის რომ პუტინი ომის გამჩერებელი მაინც არაა და ყველა უაზრო სამშვიდობო ინიციატივას დადებითად ხვდება. 30 დღით შევწყვიტოთ ომი? დავაი შევწყვიტოთ. შევწყვი 30 დღის ომის შეწყვეტის დედა რა 30 დღე, მაგრამ დასავლელ კოცებს სალაპარაკო რო არ მიცეს, აღარ გამართობს. თა ხდება და ბურთს პუტინის მოედანზე ტოვებს. პუტინთან შეხვედრა, კი ბატონო, ჩავალ ძმაო. შევხვდეთ. 2 წლის იყო გამორიცხული იყო ზელენსკის თანხმობა ეთქვა პუტინთან შეხვედრაზე, მაგრამ ახლა თქვა უკრაინას მოლაპარაკება არ უნდაო, არა თქმევინა არავის. მით უმეტეს იცოდა რომ პუტინი ვერ გაბედავდა მასთან პირისპირ დაჯდომას. ხო და ადგა და ბურთი ისევ პუტინის მოედანზე გადააგდო. პუტინი დაბნეულია, არც ის უნდა ღია თქვას რომ მე არ მინდაო მოლაპარაკებებიო. და რა ის ზელენსკისთან პირისპირ დამჯდომია. ამიტომ მოიფიქრა და თურქეთში მოლაპარაკებებზე მოლაპარაკე დაგზავნა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რუსეთის შეერთებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი ვიღაც იგორ კოსტიუკოვი. ანუ თავის ჭკუით დაამცირა უკრაინა ამით, რომ მიდი დამათელაპარაკეთო. ისეთი დელეგაცია, რავი, პუტინის თვითონ ას უნდა დაესახელებინა პრესკონფერენციაზე და გამოსულიყო და ეთქვა, რომ უკრაინასთან მოსალაპარაკებელ დელეგაციას დაასახელებს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჭოკით, რომელი ალინა კაბაევა თუ ვიცი. პუტინის საყვარელიც ძალიან მაღალი რანგია, შეიძლება სალავიოვს უნდა დაესახელებინა ეგეთი დელეგაცია. კულუარებიდან გამოდის ინფორმაცია, რომ ტრამპი ძალიან გაბრაზებულია პუტინის ქმედებების გამო, ამიტომ რუსები თან კონსტრუქციულობის თამაშსაც აგრძელებენ. ციტირებ ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის, სტამბულის მოლაპარაკებების განახლებისთვის. ჩვენ მზად ვართ შესაძლო კომპრომისებისთვის და მათი განხილვისთვის, განაცხადა ვლადიმერ მედინსკი. არის იცით ვინაა მედინსკი? საიდან უნდა იცოდეთ, ვინ ჩემი დის? ასეთი სიტუაცია ძალიან ურტყამს ტრამპის იმიჯს და რეიტინგს. ტრამპის მთელი პოლიტიკა აგებულია მაჩოიზმზე, როგორი ძლიერი და ხისტია ის. შენიგდით, ბიჯო.
ესე ეტყვის ზელენსკის და პუტინს და აი ესე დაასრულებს ომს. აი ეგ არის ტრამპი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ტრამპმა 24 საათში რუსეთ-უკრაინის კი არა, ინდოეთ-პაკისტანის ბაყაბუყი ვერ დაასრულა, რომელიც არასდროს მოხდებოდა კამალა ჰარის რომ მოეგო არჩევნები. ახლა ტრამპს ორი არჩევანი აქვს. თქვას რომ შეცდა ვერ ასრულებს ომს ამ ეტაპზე, რადგან პუტინს სურს ომი, ამიტომ უკრაინას მიაყაროს იარაღი და შეეცადოს უკრაინაში მშვიდობას მიაღწიოს ძალით. ან გააგრძელოს მაჩოიზმი, ან ცოტა ორივე. ტრამპმა აირჩია მეორე. უკრაინის მიმართ გამოასწორა რიტორიკა, ბაიდენის დროინდელი დახმარება აღადგინა და პლუს მე მოკყიდითო იარაღს, თან მაჩოობას აგრძელებს. პუტინის თურქეთში არ ჩასვლაზე ტრამპმა განაცხადა, არაფერი მოხდება, ვიდრე მე და პუტინი არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ის თურქეთში არ ჩავიდო და მე თუ აქ ვიქნებოდი იქ. არაფერი მოხდება, ვიდრე ჩვენი შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, დონალდ, შენ გარეშე ვირისი გამკეთებელია. შენ ხარ საუკეთესო, ულამაზესი. მალე შეხვდი პუტინს, რათა მალე დაასრულო ომი და დაამყარო მშვიდობა სამყაროში. გაგვიძეხ. ამასობაში კი უკრაინის გენშტაბის ცნობით რუსეთის არმიის დანაკარგმა მილიონს მიუკაკუნა. 970,690 იყო და 1220 გუშინ მიემატა. გადაცემის ეთერში გასვლის დროს შეიძლება უკვე მილიონი იყოს. რავი, შეიძლება ეს ამბავი რუსული ჩელენჯიცაა და თვითონაც უხარიათ. დავაი დავამრგვალოთ შეიძლება. დაიოშ მილიონ ტრუპов, блядь. დას გაიგებ რუსების. ამის გარდა 22,000-ზე მეტი ჯავშან ტექნიკა, 11,000-მდე ტანკი, 326 ვერტფრენი და ასე შემდეგ. ჩამონათვალი დიდია, კიდევ უფრო გაიზრდება და გამრავლდება. ღმერთმაც ამრავლოს, რავი, მეტი რა ვისურვო. დიდება უკრაინას, მამის შიმშილი რუსეთს. გინების კოტა ამოწურული გვაქვს, ამიტომ იყოს მამის შიმშილი. ჩვენ კიდე აუცილებლად გავიმარჯვებთ. თავარია რომ არ დავნებდეთ. სულ ეს იყო რას დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.